როგორც იქნა Tokyo Revengers-ი მეოთხე სეზონით ბრუნდება და ასევე პრემიერის ზუსტი თარიღიც უკვე ცნობილია. ტომანის ეპოქა გრძელდება. ოფიციალურად დაანონსდა Tokyo შურისმაძიებლების სამი ტიტანის ომის არკა, რომელიც კენცაკუის საკულტო მანგის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სისხლიან კონფლიქტს ასხავს ფრთებს. და ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონშიო. მას შემდეგ, რაც ტაკემიჩიმ როგორც იქნა თავისი იდეალური მომავალი იპოვა, აღმოაჩენს, რომ მაიკი მის გვერდით აღარ არის. მაიკიმ მიატოვა ყველაფერი და ბნელ გზას გახვა. ახალ სეზონში ვნახავთ 12 წლიან ტაიმსკეიპს და დაუნდობელ ომს ტოკიოს მიწისქვეშეთის კონტროლისთვის სამ უძლიერეს დაჯგუფებას შორის. და ესენია კანტო მანჯიგენგი, რომელსაც მაიკი მეთაურობს, ბრაჰმანი და რუკოჰარა ტანდაი. და ერთი მცირე განმარტება. მანგაში ამ არკას ჰქვია სამი ღვთაების არკა. ხოლო ანიმეში ამ არკას დაარქვეს სამი ტიტანის ომი. არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ მოხდა, მაგრამ მეოთხე სეზონს სწორედ ამიტომ მოვიხსენიებ სამი ტიტანის ომის არკად, რომ ვინმეს შემდეგ უკვე კითხვა არ გაუჩნდეს. აბა Tokyo-ს შურისმაძიებლების გულშემატკივრებო, მზად ხართ რომ სენჯუ ნახოთ? იმის თქმა სულ დამავიწყდა მეოთხე სეზონი როდის გამოდის. მეოთხე სეზონის პრემიერა 2026 წლის 3 ოქტომბერს შედგება. არ გამოტოვოთ Tokyo-ს შურისმაძიებლების მეოთხე სეზონის პრემიერა 2026 წლის 3 ოქტომბერს მშობლიურ ენაზე. მხოლოდ და მხოლოდ MyCadric-ზე. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. აბა ჰეთ და აბა ჰოთ.